საბა სვიანაიძე ასპინძიდან. 37 წლის მღვდელმონაზონი გახავთ, რომელიც 2010 წლიდან თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში მსახურობს. მამა საბა მისი ცხოვრება მონასტერს 2007 წლიდან დაუკავშირა, ხოლო მონაზონის სტატუსი 2016 წელს მიიღო. სამების ლავრაში ვარ 2010 წლის 14 სექტემბრიდან, ხოლო დიაკვნად ხელი დამასხეს 2016 წლის 13 ივლისს და უკვე მღვდლად 2017 წლის 18 დეკემბერს. ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულის გადარჩენა, როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი სულიერად და ჩვენი აქაური ცხოვრება, რა თქმა უნდა, დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული, რადგან თუ ადამიანი ვერ ხარობს და ვერ ტკბება, ასე რომ ვთქვათ, მონასტრული ცხოვრებით, გამორიცხულია. ფიზიკურად ვერ შეძლებს, რადგან მას შეიძლება ჯოჯოხეთად ექცეს აქაური ცხოვრება. მგლობა, კიდევ ცალკე პასუხისგებლობა, ადამიანებთან ურთიერთობა, რაც ძალიან დიდ სიხარულს ანიჭებს მღვდელს, იმიტომ რომ უამრავი ადამიანის დახმარება გიწევს. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ გამცემი გაცილებით მეტ სიხარულს განიცდის და ღვთაებრივ სიხარულს, ვიდრე მიმღებიო და ჯერ როდესაც სხვა ადამიანებს დახმარებას უწევს, სხვადასხვა სახით ეს სულიერი იქნება, რჩევის სახით იქნება თუ არა, ძალიან დიდი სიხარული შემოდის ამ დროს მღვდელში და მღვდელმსახურში. ჩვენ რადგან აქ უმრავლესობა მღვდელმსახური ვართ, მღვდელმონაზონი, იღუმენი, არქიმანდრიტი, ზოგიერთს გვიწევს მსახურება ტაძარში და მორიგეობა, ასე რომ ვთქვათ. მამა საბა საცხოვრებელს ტაძრის უკან მდებარე კელია წარმოადგენს, სადაც სტუმრობასა და დათვალიერებაზე თანხმობა მღვდელმონაზონმა გულღიად გვიბოძა. მოგზანდით. ეს არის ჩვენი კელია. მე შეიძლება ესეთი სიტყვა მოვიხმაროთ, ჩემი ჰობი გახლავთ. ნახატებისადმი სიყვარული და ეს განაპირობა იმან, რომ ჩემი მოძღვარი, ვინც ეს ჯვარცმა შეასრულა, ოთახში რა ჯვარცმაც მაქვს, ასევე ფერწერია და მყავს ორი კარგი მეგობარი, რომლებიც ფერწერები არიან და ამ ურთიერთობებში ნელ-ნელა შემიყვარდა მხატვრობა და დავიწყე მეც ამ ჩემი მეგობრების ნახატების შეგროვება, რადგან ისინი უამრავ ნახატს ჩუქნიან და მჩუქნიდნენ და მცირე გალერიაც კი გავაკეთეთ ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც გავიზარდე ჩემს სახლში. აი ეს ვიპოვე ჩვენს საიდანაც ვართ ხადის ხეობა, ესეთი ხეობა, სვიანა ანტკარი. იქ ტაძარს ვასუფთავებდი და იქ ვიპოვეთ. ასევე ეს საცეცხლური, რომელიც უძველესია, სადაც გამოსახულია მაცხოვრის აი ჯვარცმის სცენა მაგალითად და სხვადასხვა სცენები. ასევე იქ მოსნაპოვნი ეს ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მცირე რესტავრაცია ჩაუტარეთ და ესეთ ამ მდგომარეობაში. ხატი წმინდა ალექსიბერი, ჩემი მეგობრის ხატწერი გახავთ, ასევე ფერმწერი მამუკა პიფიას შესრულებული. ეს არის ჩემი წინაპრების სადაც ცხოვრობდნენ ის სოფელი. ეს არის ჩემი წინაპრების გენეალოგია, ანუ მე მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ პაპა ჩემისგან, ჩემი პაპისგან, რომელიც ახლა 90 წლისაა, რომ ჩემი პაპაო იყო მღვდელი. გადავწყვიტე, რომ გამომეკვლიე ეს საკითხი და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გვარში უშუალო ხაზი არა, მაგრამ გვერდითა ხაზი არის ხუთი სასულიერო პირი, რომლებიც რა თქმა უნდა უკვე გარდაცვლილები არიან და როდესაც არქივში მივედი, გადავწყვიტე, რომ გამომეკვლია და გავიგე ჩემი წინაპრებიც უშუალო ხაზი 9 თაობა მაქვს გარკვეული და აი აქ არის ყველაფერი აღწერილი. მთელი ეს ამბავი გვაქვს ერთ პატარა წიგნად მოქცეული. კიდევ წერია ჩემი სასულიერო პირების ბიოგრაფია და ხოლო ეს მეხუთე მოძღვარი მამა მარკოზი,
მე აღმოვაჩინე ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვეძებდი ამ ამბავს და იქ ვიპოვე ერთ-ერთ აღწერაში. ერეკლე მეფის დროს მოღვაწეობდა თურმე ეს მოძღვარი და სამლოცველოც მინდა რომ განახოთ. ეს გახლავთ სამლოცველო მონასტრის სამლოცველო. მოვზანდი ნანა. დილის 6 საათზე არდება ცისკარი და მე საღამოს 6 საათზე დაარდება მწუხრი და აი აქ მოძღვრები, ბერები, მოჭლები. ხედავთ ამ ფერზე გავარ და ვიცით ხოლმე ლოცვებს. მეც დავაძერ ამ მნიშვნელობას. აჰა, ბოლიც მივახატოთ. ნუ რა მაგარი მაფიოზური მარკერები.